საგულისხმოა რომ ეს აპირისპირება რაღაცა ბანდიტური გარჩევები ხარებასა და ჩინჯიკაშვილს შორის ყველა ძალიან კარგად გვახსოვს არაერთხელ მათ შორის ეს პატრულირება, გადაკეტილი ქუჩები და ჩვეულებრივი რაღაცა ბანდიტური ანგარიშწორება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ თავად რეჟიმის შიგნით ამ ტიპის აპირისპირებები სხვადასხვა ინტერესებზე მეტყველებს და არაფერი საერთო არ აქვს მას არც კანონთან და არც სახელმწიფოს მართვასთან, მაგრამ საგულისხმოა რა დროში მოხდა ამ განცხადების გაკეთება, ხარება ვინც არის და როგორი სანქცირებულია, ესეც ყველასთვის ცნობილია. მას შემდეგ ეს იაკლე კობახიძემ ძალაუფლების კონცენტრაცია თავის ხელში ბოლომდე მოახდინა, შემდეგ ხდება de facto განცხადება, რომ ეს კაცი მიდის. ფაქტია, რომ ამ ვითარებაში გარკვეულწილად ირაკლი კობახიძის მხრიდან ძალაუფლების ერთხელში კონცენტრაციას დაემთხვა ეს და სხვა დანარჩენი მე მაგალითად ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს ის, რომ ხარება არის დღეს თავარი ხერხემალი რეჟიმის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბანდიტური მეთოდებით დაპირისპირებას აღუევებს და მათ შორის ხელს უწყობს და ის თავდასხმებიც ახლა მე ხედავდი კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ქალ აქტივისტზე, ესეც აჩვენებს იმას, რომ როგორი ბინძური მეთოდებით და როგორი არაკაცური მეთოდებით იბრძვის რეჟიმი იმისთვის, რომ წინააღმდეგობა და მათ შორის სახალხო პროტესტი დააზიანოს, რაც არ გამოსდის და ამიტომ არის მთელი ეს რაღაცა არც რა კანონზე აღარ მაქვს საუბარი. ესეც ალბათ სიმპტომია, თეონა, როგორ უსწორდებიან აი მათ მიერ მართული ტიტუშკები და ალბათ ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ეს სწორედ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ მართული მოძალადეების ჯგუფები არიან, ვინც აი ესე მიზანმიმართულად უსახდებიან ადამიანებს. გამოძიება ამისი არ ხდება, ხო ჩვენ ხედავთ, მაგრამ ეს მეთოდებიც რაც არის, აი განსაკუთრებული აქცენტი აქვს საპროტესტო მონაწილეებთან და ეს რაღაცა რუსული მეთოდი იყო ეს ბრილიანტის წვანე, ეგრეთ წოდებული ზელონკის შესაძლებელი სპრეი, ახლა ეს ყველაფერი და ეს იმდენად თეთრი ზაფით არის შეკერილი, ახლა მე უსმენდი თქვენს გამოშვებას ელიტის სასახლის განცხადებას რუსულ პროპაგანდაზე, რომ ხუსახოცი რომელსაც ყველა ვიყენებთ, როგორც შერაცხა რუსულმა პროპაგანდამ ის კოკაინა და შემდგომ როგორ გადმოამღერა პროპაგანდის ლომედიებმა იგივე ხაზი რაც აქვს რუსეთს და ეს ხომ შემთხვევით ახდება ეს კოკაინის ხაზი ისე პროპაგანდისტვის ძალიან აქტუალურია ხოლმე კი ერთი ხელწერა ერთი ხელწერა არის მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ რუსეთს აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ევროპის ლიდერები ერთიანდებიან იმისთვის რომ დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ევროპული უსაფრთხოება და ამ ვითარებაში აი ეს პროპაგანდული ხაზის მეშვეობით ისინი ცდილობენ რომ გარკვეულწილად საზოგადოებრივ აზრზე იქონიონ გავლენა და საქართველოში აი ჩემთვის განსაკუთრებით გასაუცებელია ის რომ ოცნების მხარდამჭერები გარდა იმისა რომ ამ ყველაფერს აზიარებენ და ამტკიცებენ რომ ეს კოკაინია მათ შორის ღიად უკვე უჭერენ მხარს რუსეთის გამარჯვებას რაც შეუძლებელია და კიდევ უფრო მკაფიოდ ახლა ჩანს რომ შეუძლებელია და ამაში როდესაც საკუთარი ქვეყნის 20% ოკუპირებულია უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რამდენად არიან მტრის პროპაგანდის და მტრის ინტერესების მსახურებაში მათ შორის შეგნებულად თუ შეუგნებლად რაც ძალიან მძიმე აჩვენებს იყოფებს მე უფრო ნახეთ თქვენ მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის de facto კი ბატონო დიახ ზუსტად აი ეს იყო ჩემი მომდევნო კითხვა დიახ დიახ და იმის განაცხადი რომ უნდა აღიაროს საქართველოს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი და აი ამ გზით მიდიან რეჟიმის შემქმნელები მათ შორის ასევე მათი გამხმანებლები და ის დაწყებული მომზადებული სამუშაოებიც რაც გულისხმობს სამი უკანონო საელჩო უნდა კონდეს რუსეთს საქართველოში ოკუპირებულ სოხუმში, ცხინვალში და თბილისში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე როდესაც არის საუბარი ისე რომ უკან გაწევაზე ამ ეგრეთ წოდებული აღიარების საერთოდ აღარ არის საუბარი ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ ივანიშვილი საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით ჩუმი თანხმობით ეგებება რუსეთის იმ ცდილობას რომ საქართველოს სუვერენიტეტი საბოლოო ჯამში მოაშთოს და ამაზე ხმის ამომღები დასავლეთის მხრიდან არავინ არ იყოს და მე მახსოვს როდესაც ხდებოდა ხოლმე შეხვედრები მარიონეტული რეჟიმების სხვადასხვა ქვეყნებში ამაზე დაგმობები განცხადებები რომ ეხებოდა ხოლმე აი ახლა როდესაც ჩვენ ვნახეთ
მოსკოვში მათი შეხვედრები და ხელისშემოსავლის კადრები და უკვე განაცხადა ის, რომ აღიარეთ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი და ამაზე დუმილი არის ოცნების და მოსაზრდებელი სამუშაოებიც კი დაწყებული იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდეს საქართველოში 3 დე-ფაქტო საელჩოთი. ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა და ეს პროპაგანდაც მათ შორის რუსული პროპაგანდა და იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს უკრაინაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ქვეყნის ღალატის ქრონიკას, რომელსაც წერს ივანიშვილის რეჟიმი და რომელსაც მათ შორის არ აქვს გამარჯვება, იმიტომ რომ წინააღმდეგობა გრძელდება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაც გრძელდება და ამიტომ არის ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ეს თანხმდრაში იმ პროცესებთან, რომელსაც ადგილი აქვს მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების თუ უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ნამდვილად და მომდევნო კვირა იქნება მომდევნო დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ მთელი მსოფლიო დღის წესრიგისთვის, მსოფლიოს მომავლისთვის და რასაკვირველია საქართველოსთვისაც, მაგრამ დავაკონკრეტებ, კაპიტან თეონა, როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს იმისთვის, რომ 3 საელჩო იყოს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, როგორც თქვენც მას უწოდეთ, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ნაბიჯი იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სხვაგვარად ვერ შეფასდება. რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე უფრო მეტი, ან რა ფაქტობრივი მტკიცებულებები თუ არსებობს? ფაქტობრივი მტკიცებულებები ამ შემთხვევაში რთულია გქონდეს, მაგრამ მე გიტყვით ლოგიკას და არა ლოგიკით ავითარებს რეჟიმი თავის ასე ვთქვათ შესაძლებლობების მომზადებას იმისთვის, რომ ეს ესე მოხდეს. პირველი არის საკუთარი ქვეყნის ომში დადანაშაულება და ეს არის ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისია, სადაც ირაკლი კობახიძემ, რომელსაც თავი პრემიერი ქონია, ღიად დაადანაშაულა საქართველოს აგვისტოს ომის დაწყებაში და ეს ყველამ ძალიან კარგად ნახეთ და მათ შორის გმირების თავგანწირვის გაუფასურება, რაც სექტემბერში უნდა დაიდოს, ხო, ეს საგამოძიებო კომისიის ეგრეთ წოდებული დასკვნა და იქ დაწერენ იმას, რაც უკვე ირაკლი კობახიძემ თქვა. ეს არის ერთი მოსამზადებელი ფაზა იმისთვის, რომ ის თავარი ბარიერი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას უკავშირდება რუსეთთან, იყოს გარკვეულწილად შერბილებული. მეორე არის ის, რომ როდესაც ხედავთ გამალებულ ანექსიას ოკუპებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით ამაზე უკვე რეაგირებაც აღარ არის და მთელი ეს პროცესი დასავლეთის წარმოჩენების, რასაც ოხანაშვილი თავის ანგარიშითაც ვარიანად მიეხმარა და მათ შორის რუსული პროპაგანდის გააქტიურებას ახლა იქნება გადასული შემდეგ ფაზაზე. რუსეთმა სასტარტო პირობები შეიქმნა საქართველოში იმისთვის, რომ სრულიად საქართველოზე განახორციელებდნენ გავლენა არამხოლოდ მის 20%-ზე ოკუპირებულ რეგიონებზე და ახლა უკვე ემზადება საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წასწიროს თავისი ინტერესები და ქონდეს 3 უკანონო საელჩო საქართველოში, სოხუმი, ცხინვალი, თბილისი და ამათარებადაში, როდესაც ჩვენ ხედავთ ეფესფრევ ფარცხალაძეს, თითქოს რომანოვს, რომელიც სანქცირებულია რუსეთის ჯაშუშობაში და ჯაშუშობასთან ერთად მის გავლენაში ოცნებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ბრძანება, რომელიც გადაეფარა ფარცხალაძეს იმისთვის, რომ სანქციების შემდგომ მას გაეტანა თავისი დიდძალი ქონება, ის ხალხი, ვინც აქ საქართველოში ნარიშკინი წარმომადგენლები არიან რუსეთის საგარეო და აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც ჭირდება საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად და ეს არის ჩვეულებრივი რუსული ღია ოპერაცია, აქ აღარ ქვია უკვე ამას ფარულებრებს, ეს არის ღია ოპერაცია საქართველოში, რომელსაც ოცნება დუმით თანხმობით, ჩუმით თანხმობით ხდება და ერთადერთი ძალა, რომელიც ამას დაუპირისპირდება, ეს არის სახალხო პროტესტი, ის წინააღმდეგობა, რომელიც არა მხოლოდ ევროპული მომავლის დასაცავად არის, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის, ნამდვილი სუვერენიტეტის და არა იმ ხალხის, რომელსაც ოცნება ყიდის ხალხთა პროპაგანდისტულად თავის სუვერენიტეტად ასაღებს მათ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტთან. ამიტომ არის ძალიან დიდი საფრთხე, ისაც ადგილი აქვს და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ უკრაინის ფრონტზე რუსეთის ინტერესების წინსვლის დაუშვებლობა, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ევროპის ლიდერები აქტიურად ხარს უჭერენ და სამართლის მშვიდობაზე საუბრობენ და მეორე მხრივ ჩვენი წინააღმდეგობა და ეს თანხმედრა და მათ შორის მოვლენების განვითარება იმგვარად, რომ ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგოთ არის სასწაულად მნიშვნელოვანი საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტი. კი ბატონო, თეონა და აი ამ ყველაფრის ფონზე, რაზეც თქვენ საუბრობდით და პრინციპში აი ძალიან მძიმე არის ის შეფასება, რაც ეკუთვნის ხო საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ამ მოქმედებების შემდეგ. ამ შემთხვევაში რამდენად ლოგიკურად გამოიყურება მაშინ თქვენი პარტიის პოზიცია ამგვარ ხელისუფლებასთან რუსული გავლენის
ენის ქვეშ მოქცეულ ამ ტიპის რეჟიმთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, არ ვიცი თუ თანამშრომლობა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. მე მინდა რომ არ გამომივიდეს არც გადაჭარბება და არც მაყურებლის შეცდომაში შეყვანა, ამიტომ პირდაპირ ციტატას წავიკითხავ თქვენი პარტიის წარმომადგენლის ვიკა ფილფანის, რომელიც ამბობს: ჩვენ ვემზადებით ყველა არჩევნებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი არჩევნები რამდენ ხანში იქნება. პოლიტიკური პარტია ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, ეს იქნება თვითმმართველობის, ვადამდელი საპარლამენტო თუ ნებისმიერი სხვა არჩევნები. ვიღაცეები ძალიან ნერვიულობენ, რომ თურმე ვემზადებით. რა თქმა უნდა, ვემზადებით. კაპიტან თეონა, ეს პარტიის პოზიციაა? თქვენ ეს პოზიცია პირველად ნახეთ ვიკა ფილფანისგან გაიგეთ, გულწრფელად მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი იდეა. თქვენი პარტია მუდმივად ამბობდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია და რომ მოგვიანებით იტყოდნენ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ ეს არის უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ თქვენ მონაწილეობთ ამ არჩევნებში. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. თავიდან, როდესაც ივანიშვილის პროპაგანდისტულმა მედიამ და ივანიშვილის მოლაპარაკე ბიჭებმა დაიწყეს საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც კალენდარულად ოქტომბერში უწევს და კონსტიტუციით ეს ესეა, თავიდანვე ჩვენ ვამბობდით, რომ პარტია ზოგადად ყველა არჩევნებისთვის უნდა იყოს მზად და ეს არის პოლიტიკური პარტიის მთავარი დანიშნულება, რაც სიმართლე არ ყოფილა უნიკალური პოზიცია მხოლოდ ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ იყვნენ სხვა პოლიტიკური პირები, რომლებიც ანალოგიურ გამილებს ახმოვანებდნენ. ეს ერთი. და ის, რომ ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობს ქვეყანაში საერთო სახალხო პროტესტის, რაც უკავშირდება ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკური პარტიების გათავისუფლებას, ამაზე ვართ ყველა ერთიანები, ეს ასევე ნათქვამი იყო. რაც შეეხება თავად უკვე ოქტომბერში არჩევნებს, რომელიც კალენდარულად უწევს თვითმმართველობის არჩევნებს, რაც არ ხსნის იმ მოთხოვნას, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ კონსტიტუციურ შარშოში დავაბრუნოთ ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ ამ არჩევნებისთვის ვემზადებით, რა თქმა უნდა. და თან მით უფრო თქვენ იცით, რომ ოქტომბერში არ არის მათ შორის შესაძლებლობა გაუქმებული იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობისთვის, რა თქმა უნდა, ემზადებით და ამის ფუნქციაა, სწორედ ეს ფუნქცია პარტიას, როგორც ესეთ პოლიტიკურ პარტიას, ეს ერთი და მეორე, ჩვენ ვამბობთ, რომ არა და არასოდეს არჩევნებში მონაწილეობაზე არასდროს არ გვთქვამს და არჩევნებისთვის ვემზადებით და სხვა დანარჩენი უკვე პროცესებიდან გამომდინარე ამ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ გავაკეთებდით პოზიციას, თუ არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ესეც ახალი პოზიცია არ არის. ამიტომ ანუ თეონა, გასაგები რომ იყოს, მოდით მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ. თქვენ მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ აი დღეს რა მოცემულობაც არის, რომ არ ვიმკითხაოთ ბევრი და რაღაც იმაში რომ არ წავიდეთ. აი დღეს არის ეს მოცემულობა, ხო? ხალხი არის ქუჩაში, უწყვეტი პროტესტი მიდის 166 დღეა დღეს. ახალი არჩევნები არ ნიშნავს ჯერჯერობით ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, პოლიტპატიმრები არიან ციხეში. ეს მოცემულობა თუ გვაქვს და მოდის ადგილობრივი არჩევნები, თქვენ მიდიხართ ამ არჩევნებზე თუ არ მიდიხართ ამ მოცემულობით, თუ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც აპირებთ მონაწილეობას? კი ბატონო. მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პარტია ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში და უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის, ეს არის ის რეალობა, რაც არის. მით უფრო მაშინ როდესაც ჩვენ არ ვიცით საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გვექნება თუ არა. და ამ არჩევნებისთვის არ მხოლოდ ჩვენ ვემზადებით, მე მგონი სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც აქვთ მათ შორის მუშაობა რეგიონებში დაწყებული რისთვის, იმისთვის, რომ პარტია უნდა იყოს ყოველთვის ფორმაში. ხო და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენ გვერდს, ასევე მათ შორის სხვა პარტიებსაც თუ გადახედოთ მათ მე ყოლება სხვა პარტიების, მაგრამ აქამდე რამდენადაც ვიცით, მათი პოზიცია თუ იცვლება სტატუს კვო ამ შემთხვევაში. ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თუ გინდათ რომ დაგი კონკრეტულად და უფრო მკაფიო იყოს, გეტყვით იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩვენი გადაწყვეტილება და სხვა პოლიტიკური პარტიის ჩვენ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ქონია, ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველთვის ჩვენ ამ მშობელთან ერთად ვიღებდით და ესეც სიახლე არ არის, ეს ერთი. მეორე, ის რომ პარტია არჩევნებისთვის უნდა იმზადებოდეს, ესეც ახალი არ არის, არაფერი, იმიტომ რომ პარტიამ ეს უნდა გააკეთოს და ეს არის განსხვავება სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ამიტომ ამ სამუშაოებს რა თქმა უნდა ჩვენ ვატარებთ და ვიწყებთ მზადებას არჩევნებისთვის, ეს ორი, ჩვენ არ გვითქვამს მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დაგვარად, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვემზადებით და საბოლოო პასუხი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, ამის შესახებ ინფორმაციას მივაწოდეთ აუცილებლად. კი ბატონო, და დავუბრუნდეთ კითხვას, ანუ ამ მოცემულობით
ამ მოცემულობით აი დაგიზუსტებთ რომ დავამთავროთ შეიძლება რახან ჩვენ არ გვითქვამს ამ შემთხვევაში ჯერ არაფერი იმიტომ რომ მოცემულობები ცვლადები არსებობს ამიტომ როდესაც მოვა ვადა იმისა რომ საპარლამენტო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საჯარო იყოს მაშინ განვაცხადებთ იმიტომ რომ ვითარებაში არის ცვლადები ჩვენ მემზადებით და თუ შეიცვლება მოცემულობა საბოლოო პოზიციას ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენ და სხვა არავინ და ვადა ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს როგორც სამართლებრივი ასევე პოლიტიკური და ის რომ ჩვენ მემზადებით ეს არის პარტიის ის აუცილებელი დანიშნულება რითაც პარტიები არსებობენ და სხვა დანარჩენი რა თქმა უნდა არ მოსულა დღის წესრიგიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები და ხო კი ბატონო პარტია რასაკვირველია ამისთვის არსებობს თეონა რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მოიგოს ეს არჩევნები შეცვალოს ხელისუფლება შეცვალოს მოცემულობა რასაკვირველია თუმცა კი ბატონო აი ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა მოცემულობა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო პირობებიც უნდა იყოს იმგვარი რომ უბრალოდ აზრი კონდეს ამ არჩევნებში მონაწილეობას თეონა და მაინტერესებს კიდევ რადგან არის აი ამ თემაზე არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში და მედიაში თავად საპროტესტო საზოგადოებაშიც არის კითხვები და არის მოთხოვნა რომ იყოს ძალიან მკაფიო პასუხები ხო პოლიტიკური პარტიების მხრიდან თქვენ ვიცი რომ და ახლაც კიდევ ერთხელ გაიმეორეთ რომ სხვა პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებები თუნდაც ოპოზიციურ ველზე არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და თქვენ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ მხოლოდ თქვენი პარტიული ინტერესიდან გამომდინარე და ზუსტად აი ამიტომ მინდა რომ მკითხოთ როგორ ფიქრობთ რამდენად მომგებიანი იქნება და რამდენად წაადგება პროცესს თუ კი ოპოზიციური პარტიებიდან არავინ არ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას გამოუცხადებენ ბოიკოტს და გახარიეს პარტია მაინც ჩაერთვება ამ პროცესში თქვენ იცით რომ აი მაგალითად ალტინფო ან ხალხის ძალა შეიძლება იყოს მხოლოდ ქართულ ოცნებასთან ერთად არ ფიქრობ რომ რელევანტური შედარება თან გულწრფელად თქვით იმიტომ არ ვამბობთ ასე რომ თქვათ რომ არ მიიღებთ მონაწილეობას და ამისთვის ვიტოვებთ ვადას იმ შესაბამისი სამართლებრივი ვადებიდან გამომდინარე რომ არსებობს ცვლადები და ცვლადები ქვეყნის სასარგებლოდ რომელიც უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისად მე არ ვფიქრობ ხა იმის თქმა სწორია რომ ხა ალტინფო და გახარია იღებს მარტო ამ არჩევნებში მონაწილეობას და სხვა არავინ ჩვენ არ ვიცით ამ არჩევნებთან დაკავშირებით რა სიახლეები შემოვიდა ვინ მიიღოს მონაწილეობას გარდა იმისა რომ ხედავთ რომ ისინი ვინც კი ამბობენ რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ისინი მუშაობენ რეგიონებში ხო ისიც არ ვიცით ოქტომბერში იქნება თუ არა ორი არჩევნები თუ იქნება ერთი არჩევნები ამიტომ მე არ ვფიქრობ რომ ხა გარკვეულწილად ხელობა განსაკუთრებით ნაციონალ მოძრაობის პარტიის მხრიდან თითის გამოშვერის იყოს ადეკვატური იმ რეალობასთან რომელიც არის ანუ რეგიონებში ვინც ჩადის ახლა პარტიები თქვენ ფიქრობთ რომ ეს ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება თეონა თქვენი აღქმით ასე გამოიყურება მე გეკითხებით რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით ეს რატომ არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და არა სხვა პარტიები რომლებიც ამბობენ ასევე რომ ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან ამიტომ პარტიის ძირითადი ვალდებულება როდესაც არის რომ არჩევნებისთვის ყოველთვის ემზადებოდნენ და ფორმაში იყვნენ და ჰქონდეთ კომუნიკაცია მომრჩეველთან ეს არის ერთი მოცემულობა და ეს არის ადეკვატური მოცემულობა და მეორე არის ის რომ ამ შემთხვევაში ის საერთოდ სახალხო მოთხოვნა რომელიც არსებობს და პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას უკავშირდება და საპარლამენტო არჩევნებს ამასთან დაკავშირებითაც პროცესში ჩართულები აქტიურად ამიტომ მე არ ვფიქრობ რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული სენსაცია ჩვენ არ გვითხავს არა და არასოდეს ეს ახალი პოზიცია არ არის მე ვფიქრობ რომ უარგად ნახავთ სხვა პარტიებთან მიმართებაში პოზიციონერებს ისევე როგორც ქმედებებს პარტიის არჩევნებისთვის მზადება რომ ნორმალური ამბავია ესეც ახალი არ არის და იქიდან გამომდინარე რა ცვლადებიც იქნება და რა ვითარებაც იქნება აქედან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას თუ არ ვიღებთ მონაწილეობას რა თქმა უნდა გამოვაცხადოთ შეიძლება სენსაცია არ არის თეონა მაგრამ მე გირჩევთ რომ დაელოდოთ ჩვენს გადაცემას ბოლომდე ბოლო ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და ალბათ მოისმენთ მათ პოზიციას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თუ ამ პოზიციასთან დაკავშირებით და ბოლოს აუცილებლად მინდა მკითხოთ რამდენიმე დღის წინ მყავდა თქვენი პარტიის წევრი გიორგი შარაშიძე სტუმრად რომელსაც ვკითხე შეკითხვა და მან თქვა რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არის რაღაცა ტექნოლოგიები არის რაღაცა გეგმები რომლის მიხედვითაც იმოქმედებთ თქვენ მათ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. აი ამაზე თუ გაქვთ მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მაისის თვე ვიცით რომ მაისის ბოლო
არის დასახელებული თარიღი, როდესაც არაერთხელ გაჟღერდა, რომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, საბოლოოდ შედიხართ პარლამენტში თუ არა? არ არის. ესეც მე ვფიქრობ, რომ არასწორად არის გაგებული და რატომ? რეგლამენტის თანახმად თუ მარტის ნახევარი, ასე რომ ვთქვათ, მარტის შუარაცხობამდე პარლამენტში დეპუტატი არ დადის, ამ შემთხვევაში ხდება პარლამენტიდან მისი გარიცხვა გასცემების გამო. ეს არის რეგლამენტის ჩანაწერი, რომელიც მათ შორის 20-ში, როდესაც მე არჩეული დეპუტატი ვიყავი ბოიკოტში და შემდგომ შარმეჩელის შეთანხმების შემდგომ შევედით პარლამენტში, მაშინ მოხდა ისე, რომ ივნისში კენჭისყრაზე გამოვიტანეთ ჩვენი გარიცხვის ამბავი, უბრალოდ მაშინ ასე ვთქვათ, ამ კენჭისყრაში აღარ მისცეს, იმიტომ რომ იყო პოლიტიკური შეთანხმება. მაგრამ რეგლამენტის თანახმად ჩვენ გასცენები გვაქვს აგროვული გვაქვს იმის შესაბამისად, რომ მოხდეს ასე რომ ვთქვათ, კენჭისყრა იმისთვის, რომ პარლამენტიდან გაგვეცხონ გასცენების გამო. ეს რომელსაც არც ცulis უკვე მაისი არაფერს. ეს არის რეგლამენტის პროცედურა, რომელიც საპროცედურო კომიტეტის მხრიდან ხდება ამის დათვლა და შემდგომ ამაზე კენჭისყრა. ეს არის კიდევ ერთხელ ის ჩანაწერი, რომელსაც რეგლამენტი იძლევა. ამიტომ ჩვენ თავიდანვე, როდესაც თქვით, რომ ლეგიტიმაციას არ მივცემთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ეს სიტყვა შესრულებული გვაქვს ჩვენ არც ხელფასი აგვიღია, არც არანაირი პრივილეგიები გახსოვს, თია წულუკიანის და გახარიას გაბაასება იმ ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომაზე, მაისში დაბრუნდებიან და შემდეგ ნახსენები იყო სხვა პარტიებს. შესავალ სიტყვაში თავიდანვე აღნიშნა ის, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა მის ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაში მისვლას. ვფიქრობ, რომ ახაც ყველაფერი ძალიან მკაფიოდ იყო გაგებული. ამიტომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ მეგვიცია სიტყვა და თქვით შესრულებული გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულად დაპირისპირებების დამატებითი გაღვივებისთვის არის საჭირო, რაც ვფიქრობ, რომ მოცნების წესქულზე ასხამს წყალს. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ ეხლა საერთო მიზანი რაც გვაქვს ახალ არჩევნებთან და პოლიტიკური პარტიების გასაცემთან დაკავშირებით, არის რაღაცა ფრიან იმას, რომ გარკვეულად კიდე დამატებით დაპირისპირებები იყოს გარდა იმისა, რაც ახლა ხელის გულზე კიდევ უფრო ჩანს, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულად ირიბად ოცნების ინტერესებს ემსახურებიან და მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანას დაერეს აძლევდეს.